ყოველდღე შაბათს 18 საათსა და 10 წუთზე Georgian Times-ის ეთერში სპორტული ток-შოუ დამატებითი დრო. მოგესალმებით პატრიოტულ რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, ეთერში რადიო Georgian Times-ის სპორტული ток-შოუ დამატებითი დრო. მე მის წამყვანი დავით ხვადაგიანი გახლავართ და დღევანდელი გადაცემა მორიგჯერზე დაეთმობა შერეული საბრძოლო ხელოვნებების თემას. მოგეხსენებათ, სულ უფრო და უფრო წინა წლებთან შედარებით იზრდება სპორტის ამ სახეობის თუ შეიძლება ითქვას პოპულარობა მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ მთელ მსოფლიოში, საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ყავს, მით უმეტეს რომ ქართველი მებრძოლების წარმატებები იძლევა ამის საშუალებას და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და ადევნებს თვალყურს თუ რა ხდება პირველ ყოვლისა ასე ვთქვათ ელიტურ დივიზიონში, UFC-ში, სადაც მრავლად არიან ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები და არათუ მრავლად არიან, არამედ ორ წონაში კამრის ფლობელები არიან თან ორგზის. მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილი სუპერ წონაში და ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურია, რომელმაც უკვე წონა შეიცვალა და მსუბუქ წონაში აპირებს ახლა რომ იმტყიან მწვერვალების დაპყრობას და მათ გარდა კიდევ არაერთი ქართველი მებრძოლია ამ ორგანიზაციის წევრი სხვადასხვა წონის კატეგორიებში. დებიუტანტიც ყავდა ალექსანდრე თოფურია, რომელმაც იანვარში ჩაატარა პირველი ბრძოლა და მოიგო მერაბ დვალიშვილის წონაში ავსტრალიელი მეტოქე დაამარცხა ავსტრალიაში და მოკლედ საკმაოდ წარმომადგენლობითი ვარ ამ ორგანიზაციაში წარმოდგენილი და საინტერესოა ის ფაქტი, რომ შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის რეგიონის ერთგვარ ორგანიზაცია იქცა, რამე თუ ქართველების გარდა ძალიან ყოჩაღობენ ასევე დაღესტნელი მებრძოლები, ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები, მოდი ესე ვიტყვი, რომლებსაც ასევე ჰყავთ ჩემპიონები და ისინი ანგარიშ გასაწევ ძალას წარმოადგენენ. მოკლედ, ვისაუბრებთ სწორედ ამ თემებზე, MMA-ის ბრძოლების შესახებ და იმ ასევე შევეხებით თემას, თუ რამდენად აქვს პერსპექტივა ქართველ ახალგაზრდა მებრძოლებს მით უმეტეს იმ წარმატებების ფონზე, რასაც აღწევენ ჩვენი ბიჭები იქ UFC-ში, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს მათი წარმომადგენლობა, ქართველების წარმომადგენლობა ამ ორგანიზაციაში და ვიხილოთ სხვადასხვა წონებში მათი გამოსვლები. სტუმარიც გადაცემაში შესაბამისი ყავს შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს ჩემპიონი და ექსპერტი ამ სპორტის სახეობის იოსებ კობერიძე. მოგესალმებით, ოსო, მადლობა რომ ხარ გადაცემის სტუმარი. მაყურებელს მადლობა მოწვევისთვის. მოდი შენ როგორც გამოცდილი ადამიანი და უშუალოდ ამ საქმის სპეციალისტი და არა მხოლოდ ექსპერტი, სპეციალისტი, თქვათ, რომელმაც იცი რა არის ოქტაგონი, იქ გამოსვლა და ბრძოლა. თავდაპირველად რა თქმა უნდა ქართველებზე ვისაუბროთ და შენი გადმოსახედი და რა განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ბიჭები აღწევენ წარმატებებს, რაიმე განსაკუთრებული მომზადება აქვთ მათ, ფენომენია რამე ესეთი ჩადებული გენში, თუ კიდე რამე სხვა ფაქტორები განაპირობებს, რომ ისინი რა თქვა, ორი კამრის ფლობელი ყავს უკვე ხომ და კიდევ სხვების გამოდიანი ხარ მინდა ყველა ჩამოთვალო, მაგრამ იგივე რომან დოლიზე, გიგა ჭიკაძე და ასე შემდეგ, ხო? მე მგონი აქ შეკითხვაში უკვე პასუხიც იდო. პირველ რიგში ცოტა გადაუხვევ თემიდან, ყველანი აღელვებულები ვართ, ესე იგი, წუხანდელი ღამენათელები ვართ. მინდოდა მე ხაზგასმით აღბენიშნა ეს, რა თქმა უნდა, ყველას გილოცავთ წარმატებას და კი ბატონო. წარმატებას და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინ წინ იყო ჩაკ ნორისის დაბადების დღე, გახდა 85 წლის. ეხმიანება თემას, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ყველას გილოცავთ. ფეხბურთიც მცირე დოზით ორთაბრძოლა არის და მაგაშიც წარმატება გვაქვს. მე ხუმრობით არ მithქვამს, რომ თქვენ შეკითხვაში პასუხის ნაწილი უკვე იდო. გენეტიკური კოდი გვაქვს, რომ ქართველები მებრძოლები ვართ. ეხლა მაგალითად კი ფეხბურთი ნომერი 1 სპორტია, პოპულარობით გასაგებია, მაგრამ ფეხბურთზე უკეთესი შედეგი გვაქვს მაგალითად რაგბში, სათამაშო სპორტებს რაც შეეხება. და მე ძირითადად ინდივიდუალურ სპორტულ სახეობებში. საუკეთესო შედეგი სათამაშო სპორტებში ჩვენ გვაქვს რაგბში. ჩემი აზრით, რატომ?
იმიტომ რომ რაგბი არის მოდი ასე ვთქვათ კონტაქტური ნახევრად ჭიდაობა და ბრძოლა ხო უფრო მეტი ორთაბრძოლაა ფიზიკური ვიდრე სხვა გუნდურ სპორტებში რა და სწორედ ამიტომ სწორედ მაგ მიზეზით რომ გენეტიკური კოდი გვაქვს ეგეთი რომ ჩვენ ვართ მებრძოლები სწორედ ამიტომ გვაქვს შედეგი როგორც რაგბში ნაწილობრივ ასევე ესეთ ინდივიდუალურ სახეობებში ჭიდაობის სხვადასხვა სახეობა რა თქმა უნდა და აგერ უკვე შერეული ორთაბრძოლები რომელიც არის ყველანაირი ორთაბრძოლის პიკი ასე ვთქვათ კარატე იქნება კრივი თუ იმიტომაც ქვია შერეული საბრძოლო რაც არის ყველაფრის პიკი არის ეგ დანარჩენი სახეობები ნუ რა ვიცი ნუ ეწყინება არის ამის შემადგენელი სახეობები საფუძველი ზოგი ჭიდაობიდან მოდის ზოგი კიკბოქსინგიდან და ასე შემდეგ ზოგიც კიდე ხა ამ ბოლო დროს ისეთ ტენდენციაა რომ პირდაპირ შერეული ორთაბრძოლებით იწყებენ თავის ორთაბრძოლების კარიერას რა აი ესე არ არის რომ თქვათ ძიუდოდან გადმოვიდა ან კრივიდან ხო არა მეც ხა როცა ვავარჯიშებდი ხალხს პირდაპირ შერეული ორთაბრძოლები ანუ მიქსი ერთგვარი ხო? დიახ და რომ ეგ უკვე ყველას თავისი სტილი აქვს მე ასე ვავარჯიშებ თქვათ ის სხვანაირად ავარჯიშებს და ასე შემდეგ და აი ამ შეკითხვაზე პასუხს დავამთავრებდი ისევ და ისევ გავიმეორებ ჩვენი გენეტიკა აი ეს არის განსაზღვრელი ჩვენი წარმატებებისა ორთაბრძოლებში ძალიან კარგი რომ გვაქვს ასეთი გენეტიკა და მებრძოლის სული რითიც აღთოვანებული არის პირველი პირი ხო ორგანიზაციის დანაუაითი და მზერა აქვს უკვე ძალიან დიდი საქართველოსკენ რომ იტყვიან და რამდენადაც შემთხვევით ცნობილი არის უახლოეს მომავალში უკვე არის წარდგენილი ერთ-ერთი მებრძოლის გვარდასახელს ხარ არ დავასახელებ ნახოთ რა იქნება გაიგებ შემდეგ უკვე გულშემატკივარი ელოდებიან პასუხს რომ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჩაერთოს ამ ორგანიზაციის ბრძოლებში და წარმატებები რა თქმა უნდა მათ და ასევე როგორც ჩანს მებრძოლის სული არის ჩრდილოეთ კავკასიელებში ხო იგივე ჩვენ რეგიონში რა თქმა უნდა მონათესევრები არიან ჩვენიდან ხო და ამიტომაც მათი წარმატებების გასაკვირი არ არის არადა წლების წინ ძალიან შორს რო არ წავიდეთ ხო ერთი ჩვეულებრივი ორგანიზაცია იყო ხო დავით ახმედი წლების წინ პრაიდი იყო ძალიან ძლიერი ორგანიზაცია და შემდეგ უკვე UFC ხო არის კიდე ბელატორია ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ძალიან ჩახლა ყველა ორგანიზაცია ჩახლაპა აბსოლუტურად ხო აქ დონალდ ტრამპის ალბათ 8 წლიც უნდა აღინიშნოს, რადგან ძალიან მაგრად უჭერდა მხარს წლების მანძილზე დანა უაიტს და მის ორგანიზაციას დაფინანსების ხრივ იქნებოდა, ორგანიზების ხრივ იქნებოდა ასე შემდეგ და ამ ყველაფერმა ის შედეგი მოიტანა, რომ ელიტურ დივიზიონს ეძახიან უკვე UFC-ს, ხო? და სასიხარულო და სასიამოვნო ის არის, რომ აი ახლა ბოლოს ჩატარებულ UFC 313-ზე მარკ ცუკერბერგი როგორ შეხვდა მერაბ დვალიშვილს მისი ფანია ჩაეხვიდნენ ერთმანეთს ეს უკვე ახალი ამბავი აღარა ხო სერიოზული ის ჰქონდათ რომ კომუნიკაცია მეუღლესთან ერთად იყო ცუკერბერგი Facebook-ის დამფუძნებელი და მფლობელი აქციების და კარგახნიანი საუბარი ჰქონდა და ანუ უკვე ასე ვთქვათ შინაური ხალხი ვართ ყველგან მოიკითხეს ერთმანეთი მოიკითხეს კი ბატონო ნუ თოფურია რომ არა მხოლოდ საქართველოში არამედ ესპანეთში რომ გმირია მათთვის და რა ვიცი ვინ გულშემატკივრობს და როგორ გულშემატკივრობს ეგეც რომ არ მთელი მადრიდის რეალი ილია თოფურიას გულშემატკივარ სერხიო რამოსის თამადობით სხვა რა გზაა და დაძდევენ სადაც დადის ის ორთაბრძოლებს არამოქმედი ფეხბურთელები სერხიო რამოსი მყავს პირველ რიგში ესწრება მიჩხუბებს მოქმედები უყურებენ ტელევიზორი და ამხნევებენ და ვიდეოებს უწერენ და მოკლედ თელი ამბებია. კარგი. მოდი ახლა ის 313 ვახსენე და ჩვენი მებრძოლები მართალია არ გამოდიოდნენ ამ ტურნირში და მინდა ვთქვა რომ მაინც და მაინც შტამბეჭდავი ორთაბრძოლები ნამდვილად არ ჩატარებულა, თუმცა იყო ერთი კამარზე ალექს პერეირა, კამრის სამგზის ფლობელი, ფავორიტად აღიარებული, თუმცა მაგომედ ანკალაევთან, კიდევ ერთ ჩილო კავკასიელთან თქვენ ძიმე წონით კატეგორიაში დამარცხდა. შტამბეჭდავი ბრძოლა ნამდვილად არ იყო რაღაც მიადევნი ალბათ ხო თვალი ისეთი
პოზიციური და ესეთი დისტანციური ჩხუბი უფრო იყო, მაგრამ ანკალავებმა განსხვავებით იმისგან, რომ როდესაც დაღესტნელებს, ჩილოკავკასიელებზე ამბობენ, რომ მათი მთავარი კოზირი ჭიდაობა ძირითადად, მან ეს არაჩვენა პირიქით დგომში საკმაოდ გამართული და ჭკვიანი ჩხუბი აჩვენა და დაამარცხა საჭირო ერთსულოვანი გადაწყვეტილების მათ შორის პერეირა. კი, ანგარიშიც ამოწერილი მაქვს საჯების ერთმა 49-46 თუ 49-46 ერთმა მისცა, ანუ 4 რაუნდი ანკალავებს მოაგებინა ერთი პერეირას, დანარჩენებმა 3-2-ზე ხო? 3-2-ზე მისცეს ყველამ და ძალიან ესეთი თანაბარი, შედარებით თანაბარი ბრძოლა იყო. ახლა ამაზე რა შემიძლია გითხრათ? პირველ რიგში გამიხარდა, რომ კავკასიელმა მოიგო. ეხა მაგ თემას ცოტა პოლიტიკური მხრიდან მინდა შევხედო. აი სოციალურ ქსელში, კერძოდ Facebook-ში, ყველაზე პოპულარული ქსელი ეგ არის. რომ გადავავლებ ხოლმე კომენტარებს თვალს ბევრს ძალიან უხარია ჩრდილო კავკასიელების წარმატება, ქართველებზე ვამბობ, ჩვენებს უხარია და ბევრი რაღაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ. ახლა რუსეთს ახლა ხო. ამის გაგებაც შეიძლება, პრინციპში შეიძლება გაგება, მაგრამ მე გაუგე მაგ ხალხს, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები ხა. ასე თუ ისე პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენი მონათესავე ერები არიან, ხო, ეს დაღესტნელების ნაწილი, ინგუშები და ასე შემდეგ. ხო, და რა ვიცი, ძალიან აუგად მოიხსენიებენ. კი, ჩვენი ნათესავები არიან, ამ შემთხვევაში ხა რაღაც ესე ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის თუ რუსეთის იმპერიის ნაწილი არიან, რა უნაქნან ახლა. ესეთი რეალობაა, მაგრამ ჩვენები არიან, მე ესე თუ კავკასიელი ყველა. ხო, აი მაგ თემაში ძალიან ისეთი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ და რავი, მე მგონი ხო, არ არის სასიამოვნო და არა, სასიამოვნო. როცა სპორტზე არის საუბარი, ხო, ეს რაღაცა ალბათ მე სულ ამ პოზიციაზე ვარ, რომ ეს რაღაცა ის მომენტები პოლიტიკური სპორტსმენზე როცა არის ლაპარაკი, ის მით უმეტეს ინდივიდუალს ცოტა უკანალი ალბათ გადასაწევი, ხო, იმიტომ რომ მისი სპორტული შესაძლებლობებია დასაფასებელი პირველ რიგში, მისი უნარები და ასე შემდეგ და ეხლა მაგალითად ოდნავ კიდე გადაუხვევ თემიდან ცოტა ხანში თბილისში გაიმართება ტრადიციული თბილისის ღია ჩემპიონატი ძიუდოში. ძიუდოში, კი. საერთაშორისო ტურნირი, უფრო სწორედ. გრან-პრი. ხო, ტრადიციული მსოფლიოში ცნობილი, კი, გრან-პრის სტატუსით. და აი აქ იასპარეზებენ კავკასიელები, ამ შემთხვევაში რუსეთის სახელით გამულენ, შეიძლება ითქვას რუსი მოქალაქეები. მოქალაქეები, კავკასიელები არიან ძირითადად. რუსეთის მოქალაქეები. ხო. მე ძალიან მომწონს, რომ აი ესეთი რამე მოხდებოდა, რომ ძლიერები არიან და მინდი და ძლიერს დაეჭერე და მოუგე რა. მეორე მომენტი აი დროშა არ აფრიალდება და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ მებრძოლები გამოვლენ. ეს არის შესანიშნავი. ეხლა დაუბრუნდეთ კამარზე ბრძოლას. სანახაობრივი ნაკლებად ჩემი შეფასება, კომენტარი ის იქნება, რომ უბრალოდ ყველა ბრძოლა ეფექტური და ლამაზი ვერ გამოვა რა, ფაქტია და თან ეხა მით უმეტეს ბოდიშტოსო მით უმეტეს მძიმე წონაში უფრო რთულია ეგ ხო რაღაცნაირად ყველასთვის არა ხო და ნუ ბრძოლა ჩატარდა ისე როგორ ჩატარდა ეხა ფინალია ტიტულია კამარზეა ხო აბარა ტიტულზე არის ბრძოლა და ნუ ნებისმიერი ყველა თავის სტრატეგიას ირჩევს და წესების დაცვით და ნებისმიერი აქედან გამომდინარე ნებისმიერი მეთოდით უნდა მოიგო რა ამ შემთხვევაში ლამაზი ბრძოლა ნამდვილად არ გამოვიდა ეხლა რატო არ ეჭიდავებოდა რა ქვია აი არც უცდია სამი მცდელობა ქონდა მე რაც დავთვალე დაახლოებით მაგრამ ვერ დააგდო პერეირა ვიცი რა შეასაქმე ეხლა დგომში ასე თუ ისე ქულებით უგებდა ჯობნი და 1-2 დარტყმა მიზანს მიაღწია და მე ვიფიქრე რომ დააგდებს კიდე 20 მეთქი დარტყმით ნუ არ გამოვიდა მაგრამ არაუშავს პერეირა რა ესეთი დისტანციით და შედარებით ნაკლები ენერგიის ხარჯით თუ კი იგებ
ადექიდან მიიყვანე საქმე ბოლომდე. აი ეს არის პროფესიონალიზმი რა. ეხლა ყველას არ შეუძლია ასევე სხვა სტილის პროფესიონალიზმი არის, მაგალითად დვალიშვილი როგორ შოუებს დგავს, ხო? კი. ესეც პროფესიონალიზმია. ის ესეთი არის, ეს არ არის ეგეთი და თოფურია კიდე განსხვავებული სტილი ჩხუბობს. დიახ. აი ეს არის, უბრალოდ არ გამოვიდა ეფექტური ბრძოლა, მაგრამ შედეგი დაიდო. ნამდვილად მოიგო და კიდევ ერთხელ ულოცავ თელს კავკასიას. ასევე იყო თანამთავარი ბრძოლა, როგორც ეძახიან ჯასტინ გეიჯისა და რაფაელ ფიზიევის ყაზახეთის წარმომადგენლების. აი ეს უკვე ძალიან ეფექტური და ძალიან სადაც მართლა კარგი ჩუბი შედგა და გეიჯიმ საბოლოოდ დაამარცხა. აქაც საჯებმა ერთსულად მიანიჭეს გეიჯის გამარჯვება, მაგრამ ძალიან მაგარი პირველი რაუნდი ფიზიევმა აჯობა პირველ რაუნდში, მაგრამ შეიძლება ეგრე ითქვას. მაგრამ შემდეგ უკვე გეიჯიმ აჩვენა რა შეუძლია. კი, ერთი პატარა ნოკდაუნშიც ჩააგდო, მარჯვენა აპერკოტი ამოარტყა თუ არ მეშლება, ეგრე იყო და მიყვა მე და მე ვფიქრე დაუმთავრებს მეთქი, მაგრამ ძალიან მაგარი ბრძოლა იყო რა, ორივე ბრწყინვალე მებრძოლი და ულამაზესი ბრძოლა იყო რა. ესეც ერთ-ერთი მთავარი ხო ეს გამოვიდა ლამაზი ბრძოლა რა. ხო, გეთახმები ესე ხდება რა, ყველა ერთნაირად ვერ იქნება ეფექტური და ამაზე რა თქმა უნდა, ზოგი როგორ აღწევს შედეგს, ზოგი როგორ აღწევს, თავარი ჩემპიონის ტიტული და კამარე, რომელიც ისტორიაში იწერება. კარგი, მოდი ახლა ისევ ასე ვთქვათ, ქართველებს მიუბრუნდეთ და მინდა თოფურიაზე კითხო. რამდენად რთულია, როდესაც იცვლი წონას, ხო? მე ახლა მისმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ უჭირდა უკვე წონის დაგდება, ეს ერთ-ერთი ურთულესი ამბავია, ხო, რომ აწონვაზე მიხვიდე და არ მოხსნან, ხო? და დაკლება ზოგი 5 კილო, 10 კილოს დაკლება უწევთ ხოლმე სპორტსმენებს და ეხლა როგორ ჩანს მისი ორგანიზმი, ხო, მეტისაც. როგორ ჩანს მისი ორგანიზმი უკვე ამას ვეღარ უძლებს და ამიტომ გადაწყვიტა ცოტა მაღალ წონაში. აი იქ რა შანსები ექნება, აი ადვილია თქვა წონიდან წონაში ესე გადასვლა და იქაც ფავორიტი იყო. მაგას დრო გვანახებს, მაგრამ ჩემი პირადად როგორც გულშემატკივრის აზრი არის, რომ მანდაც დიდი პრობლემები არ ექნება. პრობლემები ექნებათ მაგის მოწინააღმდეგეებს. ეხლა თუმცა მანდის მახაჩევია თავარი ჩემპიონი. ძალიან მაგარია ეს. მერე ილია ძალიან მაღალი კლასის მებრძოლია, ძალიან რა. აი ძალიან დამაჯერებლად იგებს, ხო? ძველ ბრძოლებში, ხო, მაგალითად ხედავდი ხოლმე მაგის რაღაც შენიშვნები მქონდა, შეცდომებს ხედავდი. ანუ კარიერის დასაწყისში, ხო, როდესაც UFC-ში დაიწყო გამოსვლა. საწყის ბრძოლებში ბევრი ხარვეზები მქონდა რა და ეხა ბრძოლიდან ბრძოლამდე ისეთი მომატებული აქვს კლასი, რომ არ ვიცი რა, ძალიან მაგარია და ვინც გინდა დაუყენე რა. წონას რაც შეეხება თუკი ეს მართლა ეგრე არის, როგორც მაგისმა მენეჯერმა თვითონმა თქვა, ძალიან სწორი ნაბიჯია, იმიტომ რომ ძალიან 10 კილოზე მეტსაც იკლებენ ხოლმე და აი შეიძლება აი ხვალე არის ბრძოლა, დღეს არის აწონვა, ხო, შეიძლება 12-13 კილოც კი იყოს სხვაობა. და კიდე სხვა თემა არის, რომ წინა დღეს არის აწონვები, მე ეს მიმაჩნია არასწორად. ანუ უნდა იყოს აი მაგალითად მე და შენ ხვალე შევხვდეთ ერთმანეთს და ვართ თქვათ, რა ვიცი, 77 კილო უნდა ვიყოთ, ვანახეთ. ხო და ძალიან დაკლებულიდან მე შეიძლება ხვალე რინგზე გამოვიდე 77-ში ხო ვთქვათ უნდა იჩხუბო და გამოვიდე ერთი კაი 88 90 კილო შესაძლებელი არის. მაგრამ წონა გუშინ ანახა და დღეს საერთოდ 8 9 10 12 კილოთი მეტიც შეიძლება. აი ეგრე. და ძალიან ცუდია ეს ორგანიზმისთვის. ხო არ თქმა უნდა ანგრევს ორგანიზმს. ანგრევს რა თქმა უნდა და ისევ ჯობია რომ შენ წონაში ნაღდი ბუნებრივი წონა რაც გაქვს იმაში იყო რა. აი სხვადასხვა სისტემებში, აი მახსოვს M1 სისტემა, ახლა აღარ არის. 70 კილოში ერთი მექსიკელი იყო თუ ამერიკელი, აღარ მახსოვს. ჩხუბობდა 70 კილოში, სიმაღლე იყო 1.91 თუ 12. ისტროფიქსებს გავსება წარმოიდგინე. ახლა მაგის წონა არის, რა ვიცი, მინიმუმ 90 მაინც უნდა 93 არის კატეგორია და შეიძლება მძიმეში და რა ვიცი. 70 კილოში ჩხუბობდა, ახლა არ არის ეს ნორმალური რა. ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია და მე ვფიქრობ, რომ ახლა ამით ჩემი აზრით არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ჩემი მოსაზრება ისეთი არის, რომ
ბრძოლის დღეს უნდა იყოს აწონვა. აი მაგალითად არაბეთში აბუ-დაბიში რო ტარდება ხოლმე ცნობილი ჭიდაობის ტურნირი ჯიუ-ჯიტსუსი იქ აწონები არის ხოლმე იმ დღეს. ანუ გასulis წინ. დილასტი. კი ბატონო. კარგი, გავიდეთ ახლა მცირე სარეკლამო პაუზაზე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ კვლავ საუბარს ჩვენ სტუმართან ერთად დროებით. ყოველდღე შაბათს 18 საათსა და 10 წუთზე Georgian Times-ის ეთერში სპორტული ток-შოუ დამატებითი დრო. ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება. გამოყენებისას გაეცემით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. NDT Global-ი გთავაზობთ პორტატული და სტაციონალური რენტგენის გენერატორებს. ნავთობის, გაზის, ქიმიური, პეტროქიმიური, წყლისა და კოსმოსური მრეწველობისთვის, ციფრული რენტგენის პანელებსა და ეკრანებს, ფირებს, ქიმიკატებსა და აპარატურას ფირის დამუშავებისთვის. მაგნიტური ნაწილაკების შემოწმების აპარატურას, სახარჯ მასალებსა და აქსესუარებს, ვიდეოსკოპის ინსპექტირების მოწყობილობას, რენტგენოგრაფიის აქსესუარებსა და ოპტიკურ კაბელებს და სტაციონალური ინსპექტირების სისტემებს, მომხმარებლების ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით. ასევე NDT Global-ი გთავაზობთ ტექნიკურ მხარდაჭერასა და ტრეინინგებს. NDT Global-ის საქმიანობის სფერო მოიცავს არადესტრუქციულ ტესტირებასა და ხარისხის კონტროლს, პროცესის ანალიზს და ოპტიკურ საკაბელო კომუნიკაციას. NDT Global-ი არის უმსხვილესი ამერიკული და ევროპული კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, კავკასიის რეგიონსა და შუა აზიის ქვეყნებში. დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და მიიღე დასაქმების 100%-იანი გარანტია. ოშე ჯორჯიაში დაიწყო შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებულ კურსებზე მიღება თბილისსა და ბათუმში. იჩქარე და დარეგისტრირდით ვებგვერდზე oshe.g. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 599 180020. ყოველდღე შაბათს 18 საათსა და 10 წუთზე Georgian Times-ის ეთერში სპორტული ток-შოუ დამატებითი დრო. დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში პატივისმცემლო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, ვინც გვიან შემოგვიერთდა, მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ეთერშია რადიო Georgian Times-ის სპორტული ток-შოუ დამატებითი დრო და დღევანდელ გადაცემაში კვლავ ინდებურად ვსაუბრობთ შერეული საბრძოლო ხელოვნების შესახებ, რომელის პოპულარობა მსოფლიოში და საქართველოში, როგორც იტყვიან, დღითი დღე იზრდება და უკვე მილიონობით, ასეულ მილიონობით ადამიანს აინტერესებს თუ რა ხდება სპორტის ამ სახეობაში. სტუმარით შესაბამისი ყავს მსოფლიოს ჩემპიონი მოყვარულთა შორის იოსებ კობერიძე, ექსპერტი, სპეციალისტი. სწორედ მოკლედ მოვიარეთ UFC-შიც და ზოგადად MMA-ში, განვიხილეთ ლოკალური ბრძოლების და ჩვენ სპორტსმენებზეც ვისაუბრეთ და აი ის რომ მატულობს პოპულარობა, თქვათ, სპორტის სამსახიობის მსოფლიოში და ახალგაზრდებში ხომ? აი ჩვენი ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ, შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ამას არა მხოლოდ გულშემატკივრის თვალით უყურონ, თქვათ, ახალგაზრდები, არამედ ჩაერთონ თან იმ ფონზე, რომ ძალიან ესეთ შემაშფოთებელი სტატისტიკა გაჟღერდა გუშინ და სახელმწიფო წრეებში და აპირებენ კანონის გამკაცრებას, ნარკოპოლიტიკის კანონის გამკაცრებას. რამე თუ უზომოდ გაზრდილი არის მომხმარებელთა რაოდენობა, მაგრამ აქ რეალიზატორებზე საუბარი და ეს განაპირობებს
ასე ვთქვათ, ამ კანონმდებლობის გამკაცრებას და აი შენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩაერთოს ახალგაზრდობა მე ჯანსაღის ცხოვრების წესს თუნდაც სპორტის სამსახიობებში, ან გნებავთ სპორტის სხვა სახეობაში, იქნება ეს ორთაბრძოლები თუ სათამაშო სახეობები, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამ შემთხვევაში შერეულ საბრძოლო ხელოვნებებზე ვილაპარაკოთ, რადგან ეს გარკვეულწილად ადამიანს ას მეტ თავდაჯერებულობას ძენს ხო, უფრო მეტად შეიძლება იყოს სუსტის დამცველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი შენი გადმოსახედიდან როგორც სპორტსმენისგან, როგორც სპეციალისტისგან რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს აი იგივე ნარკოდამოკიდებულებასთან და ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში ჭრილში რო გამხილო. ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა მას შემდეგ რაც რამდენიმე წლის წინ დეპუტატობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი. მომართული ვიყავი გასამარჯვებლად, მაგრამ რა თქმა უნდა ოცნების კანდიდატმა მაჯობა, ყველა საჯობა. მაშინაც აი სხვა გადაცემებში რომ გამოდიოდი გავიმეორებ ქვეყანაში არ არის პროპაგანდა ჯანსაღი წესის ცხოვრებისა. ეს უნდა იყოს პირველი. ნუ კი ბატონო, მე მხრიდან ვიძახი რომ ორთაბრძოლები წინა პლანზე წამოწიოთ, რადგან გენეტიკა გვაქვს ესეთი და ასე შემდეგ. ნებისმიერი სპორტის სახეობა, სათამაშო, რაც გინდა, უბრალოდ მე ეს მომწონს. აი ეს არ არის ქვეყანაში. მე მქონდა და მაქვს ამის სხვა შემუშავებული პროექტი, გეგმა. სამწუხაროდ ისე არ მიდის საქმე, როგორც მე წარმომედგინა. ხელისუფლების მხრიდან არ მიდის ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდა. არ მიდის. ყოველ შემთხვევაში კარგად არ ჩანს არაფერი. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც თანამდებობის პირები ჩემპიონებს და ვარსკვლავებს ხვდებიან, აჯილდოებენ, შვენიერია და მაღალი მიღწევების სპორტი. თანამონაწილე ვარ იმ სიხარულის, მაგრამ საამისოდ რომ ის გამხდარიყო ჩემპიონი და ასეთი დონის ვარსკვლავი, არაფერი არ კეთდება. ყოველ შემთხვევაში კეთდება, მაგრამ ისე არა, როგორც საჭირო არის. აი ისე ორთაბრძოლები ავიღოთ, მაგალითად, აი ყავს ორი მსოფლიო ვარსკვლავი, ორი ჩემპიონი მსოფლიოსი. არც ერთს არ აქვს საქართველოში გავლილი მომზადება და აკნავარჯიში კი, აი ამაშია საქმე. არიან დანარჩენი ბიჭები, ზოგიერთი პირადად ჩემი მოსწავლეც იყო ახლა UFC-ში, ვინც ასპარეზობენ, ერთი-ორი სეზონი უვარჯიშია ჩემთან. ძირითადად შედეგი დადო ვინ? ვისაც საქართველოში ეს სისტემა არ გაუვლია. არის თუ არა საქართველოში სისტემა, ეს კიდე სხვა საკითხია და რა დონისა კიდე განსახილველი თემაა. მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში რომ ამას შევხედოთ, ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს ხელისუფლებასთან ამასთან დაკავშირებით. არ მიდის ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდა. არ მიდის. პლუს ხელშეწყობა ხო რომ განვითარდეს თქვათ იგივე ნებისმიერი თუნდაც იგივე სპორტის სახეობა ბავშვებიდან და ახალგაზრდებიდან ხო ინფრასტრუქტურულად თქვათ გვერდში დგომით აკადემიებით რა ვიცი სკოლებით სპორტ სკოლებით რა ადრე რომელიც ადრე იყო და დღეს აღარ არის აი პროპაგანდა მიდის რა ვიცი აი ადრეც ნათქვამი მაქვს და გავიმეორებ რა აი ვიღაცა გაურკვეველი სქესის და რაღაცა ეგეთი ტიპების და დინაპაზე წამოწევა როგორი კოქტეილი უყვარს და დილას რამდენჯერ დაამტკნარა და ეგენი ყველამ ვიცით გაიგე და ქუჩაში რო შეხვდეს შეიძლება სამგზის სოფლიო ჩემპიონია რაღაც თქვა კარატეში ან ჭიდაობაში და არც იცი ვინ არის ვერც კი იცნობ და აი იმათი ვიცით ყველაფერი რომ აი ყავას ამდენჯერ ურევს და მე აქეთ გაატრიალებ აი მანიკურის გასაკეთებლად სადადის და მანიკურის გასაკეთებლად სადადის ზუსტად აი ამის პროპაგანდა მიდის ფაქტია რაც არ უნდა იძახოს ჩვენმა ხელისუფლებამ რომ ჩვენ ოჯახური სიწმინდეებით და ასე შემდეგ კი ბატონო ვეთანხმები სრულიად არ მიდის მაგის პროპაგანდა არც ჯანსაღი ცხოვრების წესი ვინ არიან ჩვენთან ცნობადი ბომონდი ვინ არიან აი ეგეთი ტიპები რა მანიკური და ასე შემდეგ რა მანიკურის წინააღმდეგ მე არაფერი არ ამაკეთებ მაგრამ
ვის როგორ ხო და აი ეს უნდა ყველაფერი დასალაგებელი არის მხოლოდ ლაპარაკი რომ ჩვენ ვაშკაცები ვართ და ჩვენი ხელისუფლება მაგარი ბიჭები ვართ და ნუ როგორი მაგარი ბიჭები არიან ხარ ორმა კაცმა ერთი კაცი ვერცემა ნუ სამარცხინო რაღაცები ხდება ეგ გასაგებია მაგრამ მე სხვა კუთხით უყურებ რა ხელისუფლება უნდა მოსთხოვო უნდა გააკეთებინო მოსათხოვი არის გეგმა უნდა შესთავაზო ის რაც არის მოსათხოვი და არა ეფემერული რაღაცები ხო რა თქმა უნდა ეხა აქ მიტინგები ტარდება და რუსთაველს კეტავენ იმის გულიზე რომ შენ არ უნდა იყო და მე უნდა ვიყო მორჩა მეტი არა თავარი ეგ არის მან თავარი თემა ეგ არის მე უნდა ვიყო და შენ არ უნდა იყო და სასაცილოა რა კიდევ შორს წაგვიყვანს ამის განხილვა მე ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს ამ მხრივ და ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება ვემხრობი ჩვენი ხელისუფლების აი ამ მიმართულებით გაადგულ ნაბიჯებს ანუ გამკაცრების თემას კი აუცილებლად მომხრე ვარ გამკაცრების უმკაცრესი აი 100%-იანი სიმკაცრე უნდა იყოს რა ყველაზე მკაცრი სოფლიოში სად არის არ ვიცი აი იმის დონის სიმკაცრე უნდა იყოს ჩვენთან აუცილებლად მაგ ხრივ სრულიად ვემხრობი ასევე შენიშვნები მაქვს მეორე მხრივ მე და სხვა ორი მხარე აქვს ну პროპაგანდა რისი ფილმები აი ქართული ფილმები საერთოდ რა ბოლოს როდის გადაღებული არის ფილმები მარტო იმებზე სუბუქი ყოფაქცევის ქალებზე და ნარკომანებზე და აი ეს არის მთელი ფილმები რა ხო ეგ არის რა პროპაგანდის ნაწილია და რა თქმა უნდა ყველაფერი ეგეთი რაც სატელევიზიო ეთერიდან მოეწოდება მაყურებელს ყველაფერი გარკვეულწილად პროპაგანდაა რა თქმა უნდა და გამზადებულ ვარსკვლავს უკვე ჩემპიონს და უკვე თავის ვინც გაიკვალა გზა უკვე იმის გვერდით სურათებს იღებენ აჯილდოებენ ვენაცვალე უნდა დააჯილდო მაგრამ ის ვარსკვლავი შეუნა გახადო აქ პირობები უნდა შექმნა რა როგორ უნდა გაკეთდეს ამაზე ცალკე შენ ახსენე ის რომ არ ხოლმე ლამაზი ფაქტი რაც მოხდა იქ როდესაც პარლამენტარებმა იჩხუბეს თქვა იქ რაღაცა და ხომ არ გავკეთებინა თქვა ან ჩადგობოდა იმ სათავეში ორგანიზება რომ პოლიტიკოსების ჩუბი ოქტაგონზე ნახე რატო ამბობ მასკი და ცუკერბერგი ერთი პირობა იყვნენ იმას შეთანხმებული გასულიყვნენ ოქტაგონზე და იქ გაერკვიათ ვინ იყო უფრო მაგარი ჯერ კიდე 90-იან წლებში ტელევიზიები 1-2 არხი იყო სულ გაზეთებით უფრო ხშირად შუქდებოდა რაღაც დიდი მოხმარება ქონდა გაზეთებს და როგორც პირდაპირ ასევე გადატანეთი მნიშვნელობით და იქ ერთ-ერთ სტატიაში ინტერვიუ იყო ჩემი და შენახული მაქვს საქართველოს რესპუბლიკა თუ არ მეშლება მაშინ ჯერ კიდევ მაშინ თქვი მე რომ პოლიტიკოსებს ურჩევ რომ გადმოვიდნენ ორთაბრძოლებში მეთქი რა და ორთაბრძოლების ხალხი თუ გადავა პოლიტიკაში ამაში ცუდი არაფერი ექნება პოლიტიკოსები დაკავდნენ ორთაბრძოლებით იმიტომ რომ ცოტა აზზე მოვლენ რა იცი რა არის უჩქებთ გაიგე ზოგიერთს პოლიტიკოსი ბჭყალებში ხმე ამათ ზოგი ბევრს პოლიტიკოსად ნაწილს თვლი რა თქმა უნდა უჩქებთ რაღაც ეხა მოუნდათ ამას აქში რაღაცა 50 რაღაც წლის რო იმის ნაძველ ბიჭარი არავის არ გაუგია ცხოვრებაში ეხა გახდნენ ტო ბიჭო და რა კამერების წინ რაღაცე ძველ ბიჭობენ აუჩქებდათ გაიგე რაღაც სისხლი გონიათ და რაღაცა აუჩქებდათ და კამერების წინ და მე წყნარად არიან აი ძაღლები რო უყეფენ ერთმანეთს და მე იქით ჩუმად არის დედას აგინებენ ერთმანეთს ხო და მაგიტომ ამბობ აი ერთი ოქტაგონი და შედიდნენ და ჯერ კიდევ 90-იან წლებში თქვი მე რომ მოდით აგერ და გარკვიეთ თუ რამე გასაკეთე მოდით ვიძია გავარჯიშებთ გასწავლით არ არის პრობლემა არ შერცხვებით მე რა იცი რა შეასაქმე ზოგადად მიმაჩნია რომ ეს სამარცხინო ზოგიერთი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი გვერდზე რო გადავდოთ ზოგადად როგორ არის აუცილებელი არა ახლა ყველა ტაისონი ვიჩხუბობდეს მაგრამ უბრალოდ ძლიერი როდესაც ხარ იქ უბრალოდ აღარ გიჩდება ბევრი მავნე სურვილი
გადადებული არის გვერდზე რა. უფრო კეთილი ხდები, უფრო მერე იუმორის გზნობაც გემატება და უფრო კარგ საქმეებზე ფიქრობ რა და ამათ აუჩქებდათ და რაღაც ცდილობენ დაგვიმტკიცონ რომ როგორი მაგარი ძველი ბიჭები არიან, ვიციქო და სამწუხაროა. და სასაცილოც არის, ხო? სამწუხაროს კარიკატურები არიან, ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. ჩვენი პოლიტიკოსებიდან დაახლოებით 20% მართლა პოლიტიკოსად თვლიდა. დანარჩენი არის აჯაფსანდალია საშინელი რა. ხო, ეს აი ნარკოპოლიტიკის ხრივ ერთადერთი კითხვა მიჩნდება უბრალოდ იგივე ხელისუფლების მიმართ, რომ სულ მიდის იმის ჩვენება, რომ რეიდები ჩატარდა იქამდენი ნარკორეალიზატორი დააკავეს იქამდენი აქამდენი. ჩემთვის გაუგებარია ღამის კლუბებში, სადაც ყველა მიცის, რომ ეს ნარკოტიკები იქ რიგდება ძირითადად ახალგაზრდებში. ვიჯერო არიციან, არ არიან საქმის კურსში, საიდან ჩდება ეს ნარკოტიკები, საიდან შემოედინება, რანაირად. არ ვიცი ამის გარკვევას თუ და ეხლა კი ბატონო შეიძლება კანონი მიიღო და გაამკაცრო, მაგრამ იმან თუ არ იმუშავა და თუ რეალური შედეგები არ დაიდო, ხო? ეხლა ნაციონალური მოძრაობის დროს ხელების გადაგრეხვის დონეზე და ძალიან კაცრი იმით იყო, რომ უბანში შპრიცები რო ეყარა უცბად აღარ იცი რა შეასაქმე ისე ჩრდილოეთ შეიძლება ასე ვთქვათ გადამლაშებაც აარეგების რომ იქ ზოგიერთმა ისარგებლონ ამ კანონით ხო იცი ყველას აქვს შემოვლითი მხარე და ის რომ ანგარების ხრივ გამოიყენონ ანუ ჩადებებს და იმებს გულისხმობ რაც იყო ხო პრაქტიკაში ერთ დროს ისევ იქით არ გადაიხაროს ამის შიშიც არის თქვათ არა ეგ სრულიად სხვა საკითხი არის ხა არაკეთილ სინდისის ხო არაკეთილ სინდისის რომ ამბობენ ზუსტად იმიტომ რომ ბევრი სარგებლობს ხოლმე ესეც მე ისევ ჩრდილოეთ კავკასიაზე მინდა ვისაუბრო აი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე დიდი ხანია აი ეხლა არა აი რაც ჩემპიონები გახდნენ ორთაბრძოლებში მანამდეც UFC-ს გულისხმობ მანამდეც რა აი ისეთ დონეზეა შეგნება ამ კუთხით მაგ ხალხის რომ ახალგაზრდა ბიჭი მოზარდი ახალგაზრდა თუ კი რამეზე არ ვარჯიშობს ხო კი რატესობა რა თქმა უნდა ორთაბრძოლებს ეჭება რამეზე თუ არ ვარჯიშობ ეს არის სირცხვილი არასრულფასოვანი წევრია საზოგადოების ესეთია რა აუ ეს ვინ არის რა არაფერზე არ ვარჯიშობ აი ესეთი მიდგომა აქვს რა ძალიან კარგია ხა ესეც ცოტა მეორე უკიდურესობაა მაგრამ რაღაც დონეზე ტენდენცია ხო რაღაც დონეზე ძალიან მაგარია არავინ არ ითხოვს არავისგან ახალგაზრდა და თუ არა რაღაც პროფესიონალი სპორტსმენი გამოდი მაგრამ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის მოდაში არის იქ აი მოდაში არის და სირცხვილათაც კი ითვლება ესე თუ არ გააკეთებ რა მოდაშია რომ რაღაცაზე უნდა ივარჯიშო უპირატესობა ორთაბრძოლებს ენჭება რაღაცაზე გინდა ჩოგბურთზე რა ვიცი ხო სპორტის რომელიმე სახე აი მოდაშია რომ აი უნდა ივარჯიშო რა კარგი არ ვარჯიში სირცხვილად ითვლება აი ესეთი სიტუაცია ამის მსგავსი სიტუაცია უნდა შეიქმნას ჩვენთან ეს არის პროპაგანდის შედეგი აი ბატონო კარგი ნელ-ნელა ამ საუბარში ჩვენი გადაცემის გააკუთვნილი დრო ამბოიწურა მინდა მადლობა გადაგიხადოს სტუმრობის საინტერესო საუბრისთვის და რა თქმა უნდა წარმატებები უსურვო ჩვენს მებრძოლებს ვინაიდან რადგანაც გადაცემა ეთმობოდა შერეულ საბრძოლო ხელოვნებებს და არა მხოლოდ მათ არამედ სპორტის ყველა სახეობაში სადაც კი ქართველები გამოდიან და ჩვენი ქვეყნის გაცრუა ჩვენი ქვეყნის სახელს და პრესტიჟს იცავენ და მინდა რომ რაც შეიძლება 2025 წელი ახალი დაწყებულია და მინდა რომ რაც შეიძლება ბევრი გამარჯვებით გაგვახარონ მათ. აუცილებლად დიდი მადლობა აქ მოწვევისთვის და მაყურებელს ვეთყვი რომ ყველაფერი კარგად იქნება. კარგად ზანდებოდეთ დაგემშვიდობებით საქართველოსა და ქართული სპორტის სიყვარულით მომავალ შეხვედრამდე. ყოველდღე შაბათს 18 საათსა და 10 წუთზე Georgian Times-ის ეთერში სპორტული ток-შოუ დამატებითი დრო.